აი ასე ისმება ნებისმიერი სიმსივნის დიაგნოზი. სწორად გაიგეთ, ნებისმიერი ონკოლოგიური დიაგნოზის საფუძველს წარმოადგენს აი ეს კვლევა, რომელზეც ამ ვიდეოში დეტალურად მოგიყვებით. აი ახლა რასაც ხედავთ, ეს არის პარაფინის ბლოკი, რომელშიც მოთავსებულია უმცირესი ქსოვილის ნაწილი. აი აქ რასაც ხედავთ, ეს კი არის მიკროტომი, რომელიც უთხელეს წარმოიდგინეთ 2-დან 5 მიკრომეტრამდე შრეებს ჭრის ამ პარაფინის ბლოკიდან. დააკვირდით 1 მილიმეტრი რამდენია და 1 მილიმეტრში არის 1000 მიკრომეტრი. აი ეს კი არის ერთი შრე, რომელიც შემდეგ სპეციალური დამუშავების შემდეგ მოთავსდება მინაზე, შეიღებება და ბოლოს მიდის პათოლოგთან. ის კი შემდეგ მიკროსკოპის ქვეშ უდიდესი სიზუსტით თითოეულ უჯრედს შეისწავლის და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმის შესახებ კონკრეტულმა ადამიანმა უნდა მიიღოს ეს დიაგნოზი თუ არა. ამ გამოსაკვლევი ქსოვილის ნაწილი კი, რომელსაც ბიოპტატი ქვია, ხშირად იმდენად პატარაა, რომ ადამიანის თვალს ძლივ შეუძლია აღიქვას. მაგალითად, წარმოიდგინეთ, ფილტვში რენტგენოლოგიურად ან კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგინდა საეჭვო კერა. შემდეგ ინტერვენციული რადიოლოგი ამ კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით უმცირესი ნემსით შეეცდება, რომ დაახლოებით 4-5 ბიოპტატი ამ კერიდან აიღოს, ისე რომ პაციენტი მხოლოდ ერთ ჩხვლეტას გრძნობს და ხშირ შემთხვევაში დიაგნოზის დასასმელად ოპერაციის ჩატარებაც კი არ არის საჭირო, იმდენად დიდი ინფორმაციის მომცემია ეს ქსოვილის უმცირესი ნაწილები. თქვენ წარმოიდგინეთ თანამედროვე პათოლოგიასა და ონკოლოგიაში ამ უჯრედების ტიპზე კონკრეტული რეცეპტორების არსებობის დროს, მათ წინააღმდეგ შესაძლოა გამიზნული თერაპიაც კი დაინიშნოს, როგორც არის მაგალითად იმუნოთერაპია. ამ ყველაფრის საფუძველს კი ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, მოლეკულური დიაგნოსტიკა იძლევა. ახლა კი თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი.